საღამომშვიდობისა მოგესალმებით ქალბატონო ნინო, მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. როგორია თქვენი პირველი რეაქცია? მე ვთქვი, როგორც ჩანს ისეთი მძიმე აღმოჩნდა ის კარი, რომელიც გამოიკეტეთ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადექით და ოპოზიციაში წახვედით, რომ მის მერე ვეღარ შეაღეთ. რა სიტყვით წინასწარ შედეგებზე? ინგა, ჯერ ერთი მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ მომეცით საშუალება თქვენს ეთერში, თქვენი ეთერით მივმართო ტელემაყურებლებს. მეორე, მე მგონი ძალიან ადრეა ჯერ ლაპარაკი იმაზე, კარი შევაღეთ თუ არ შევაღეთ, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი და ზუსტად ვიცი ინგა, რომ ჩვენ პარლამენტში ვართ. ეხლა უბრალოდ მე მაინტერესებს ინფორმაცია, რა რაოდენობის ადამიანებით ვიქნებით წარმოდგენილი პარლამენტში, იმიტომ რომ თქვენ ძალიან გამოცდილი ჟურნალისტი ხართ და ძალიან კარგად იცით, რომ კარის გაღება არ გამოღება და შესვლა არ შესვლა დამოკიდებულია არა გაყალბებულ ეგზიტ პოლებზე, არამედ დამოკიდებულია რეალურ და კონკრეტულ შედეგზე, რომლის დაცვაც დაიწყო ეხლა. და მე ვიცი ძალიან კარგად ჩვენ რამდენი ხმა გვაქვს, ეხლა ინგა ვინმე სერიოზულად ჯერა ის, რომ აი თუნდაც დიმიტრი ლორთქიფანიძეს თავისი ოჯახიდან 10 კაცმაც არ მისცა ხმა. ამ ეგზიტ პოლებს რომ დაუჯეროთ, გამოდის რომ დიმიტრი ლორთქიფანიძეს მისმა ოჯახმა არ მისცა ხმა. ნუ ეს უბრალოდ ხერხულიც კი არის ამაზე სერიოზულად ლაპარაკი. ციფრებზე თუ ვილაპარაკებ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოქვეყნებული ეგზიტ პოლების მიხედვითაც კი 30% მოსახლეობისას არ მიუცია, ესე ვთქვათ, ინფორმაცია ამ ფირმებისათვის თუ ვისაძლევენ ხმას. ქალბატონო ნინო, ვისაც არ დაუყურებია. არა, მე არაფერს იმედი კი არ მაქვს, მე ზუსტად ვიცი. აჰა, თქვენ დილიდანვე აკეთებდით მოწოდებას თქვენი ამომრჩევლისთვის, რომ არ გაეცათ პასუხი ეგზიტ პოლების შესადგენად დასმულ შეკითხვაზე. ხომ ეს მახსოვს დილიდან აკეთებდით ამ დიახ, დიდი მადლობა ინგა, რომ თქვენ გააკეთეთ, ესე ვთქვათ, ეს შეხსენება ტელემაყურებლისათვის. დიახ, ჩვენ არა მარტო დილიდან ვაკეთებდით ეგზიტ პოლებთან დაკავშირებით ამ განცხადებებს, ჩვენ ყველა შეხვედრაზე ვეუბნებოდით ადამიანებს, რომ ვიცით რა, როგორი არის როგორი მექანიზმებით ტარდება ეგზიტ პოლები, გამოკითხვები საქართველოში. ყველას ვეუბნებოდით, რომ მათ არ მიეღოთ მონაწილეობა ეგზიტ პოლში, ხალხი უბრალოდ მასხრად იგდებს ეგზიტ პოლებზე და გამოკითხვებზე ლაპარაკს აბსოლუტურად ყველგან, როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებში და რეგიონებში. ასე რომ, იგივე გორბიმაც კი, რომელმაც იმედის, ესე ვთქვათ, ეგზიტ პოლი ჩაატარა, აღიარა, რომ 5 ადამიანიდან გამოკითხულიდან მხოლოდ 1 ამბობდა ვის მისცა ხმა. დანარჩენი 4 კი პასუხს არ სცემდა. ეხლა ეს ძალიან მარტივია, მათემატიკაც არ არის, არითმეტიკა არის ელემენტარულად. ასე რომ მე უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა რომ გავამხნევო ჩვენი მომხრეები და ვუთხრა რომ ჩვენ ნამდვილად ძალიან სერიოზული შედეგი გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ ეხლა იმ ადამიანებში, რომლებიც ამ წუთში ხაზზეც არიან, გვიკავშირდებიან კიდეც, თვითონ გვამხნევებენ და გვეუბნებიან რომ არც იფიქროთ რომ ჩვენ ეგზიტ პოლების მიხედვით ან ვიღელვეთ, ან რამე ყურადღებას ვაქცევთ, დავიცავთ ყველა ხმას. ასე რომ ეხლა უბნებზე მიდის გამალებული მუშაობა. მე მოვუწოდე ჩემს მომხრეებს და ჩვენს კომისიის წევრებსაც, უბანზე წარმომადგენლებსაც, რომ დაიცვან ჩვენი ხმები, მათ შორის კანონის ფარგლებში, თუ საჭიროა აგრესიულადაც კი, კანონის ფარგლებში. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალდილით სრულიად სხვა შედეგი იქნება. ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. გესმით ჩემი ხმა? ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. აი თქვენ ამბობთ, კი ბატონო, თქვენ ამბობთ რომ დარწმუნებული ხართ რომ გადალახული გაქვთ საარჩევნო ბარიერი. მე მაინტერესებს რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები დაემთხვა ამ ორივე ეგზიტ პოლის შედეგებს. ანუ რას გულისხმობ ორივე ეგზიტ პოლში? ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება პროცენტულად, მაგრამ ბარიერის გადალახვის თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში რას იზამთ თქვენ? დაუშვათ და გამოგაცხადეს დამარცხება. არა, აბსოლუტურად გამოვრიცხავი ინგა ამის თეორიულ შესაძლებლობასაც კი, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი რა შედეგი იყო მაშინ, როდესაც მე 6 საათზე ბრიფინგი ჩავატარე. რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის რომ რაიმე გარიგება იყოს ხელისუფლებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, მაგრამ ამის და მიუხედავად მე გამოვრიცხავ გარიგების ისეთ მასშტაბს, რომელმაც შეიძლება ჩვენი ბარიერის გადალახვაზე საერთოდ თითქმის პროცენტულად 1% დაუშვი. ქალბატონო ნინო, აი მე რატომ გეკითხებით, იცით? ჩვენი რეალობა აჩვენებს, რომ ვენდობით თუ არ ვენდობით ამ ეგზიტ პოლებს საბოლოო ჯამში პლუს მინუს ნუ რაღაც ტენდენციები იკვეთება ხოლმე. აი 1% დაუშვათ, რომ თქვენი პოლიტიკური ძალა არ აღმოჩნდეს პარლამენტში. რა არის თქვენი გეგმა, შემდეგი ნაბიჯი?
მოდი ამაზე ხა ნუ ვილაპარაკებთ ინგა, იმიტომ რომ მე 1%-ს კი არა, 9%-საც არ უშვებ იმისას, რომ ჩვენ ბარიერის პრობლემა გქონდეს. ეხა მე ზუსტად ვიცი, რამდენი უბანია საქართველოში, ზუსტად ვიცი ამ უბნებზე რამდენი ადამიანი გვყავს და ვინმეს უნდა მითხრას, რომ თითო უბანზე საქართველოში 10 ხმა არა იყო ბურჯანაძის პარტიამ, არც ვიხილავ საერთოდ ამ თემას და ძალიან არ ურჩევ ვინმეს ექსპერიმენტები ჩაატაროს. ამას პირდაპირ გეუბნებით ინგა. მე სერიოზულად ვაპარაკობ იმაზე, რომ ბარიერზე არც ვლაპარაკობ, მე ხლა ველოდები რამდენი ხმა იქნება და რამდენი წარმომადგენელი გვეყოლება პარლამენტში, რომ ეს ვიცოდე, როგორც მინიმუმ ამაღამ პირველადი ინფორმაციები და ხვალ დილით. რაც შეეხება exit polls, მე აბსოლუტურად მშვიდად ავარ ამ exit polls-თან დაკავშირებით, არც ველოდი არაფერს სხვა, ზუსტად ვიცოდი, რომ ასეთი ციფრები დაიდებოდა, ასე რომ ნამდვილად მინდა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს, რომ ნუ იღელვებს exit polls-თან დაკავშირებით. აჰა, და კიდევ ერთ რამესაც დავამატებ ინგა, იცით, ერთ წინადადებას თუ შეიძლება მე გუში მქონდა სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად შეხვედრა, ჩამოსულები არიან საქართველოში სტუმრად ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, EUTO საპარლამენტო ასამბლეის და ევროსაბჭოს წარმომადგენლები და ეხა საქართველოს გარკვეული ნაწილისთვის მით უმეტეს ესე ვთქვათ პოლიტიკოსებისათვის ხომ ნატო საბოლოო ჭეშმარიტება არა და ამ ადამიანებმა პირდაპირ გაუცება გამოხატეს და თქვეს რომ საერთოდ რატომ აქცევთ საქართველოში exit polls ყურადღებას, ჩვენს ქვეყნებში exit polls არც არავინ ატარებს სერიოზული და არც არავინ ყურადღებას არ აქცევსო. უბრალოდ ეს საქართველოში ჩამოყალიბდა ეს მახინჯი ტენდენცია, манипулირება კვლევებით, манипулირება exit polls-ებით. exit polls-ების დანიშნულება რა არის, ინგა? დანიშნულება არის ის, რომ ადამიანები დაატერორონ, მორალურად გაასწორონ მიწასთან კომისიებში და უთხრან რომ იცი რა შენი პარტია მაინც ვერ გადის, მოდი ახლა ვივაჭროთ და შენი პარტიის ხმები გადმოვალაგოთ ჩემი პარტიის ბიულეტენებში. ეს არის მთელი ალიაბალია უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, exit polls-ისთვის და ძალიან ცუდია რომ ქართულმა ოცნებამ ეს მახინჯი ტენდენცია გადაიღო ნაციონალური მოძრაობისაგან, როგორც ჩანს კოჰაბიტაციაში ბევრი რამე კარგად ისწავლეს, მაგრამ ნამდვილად არ გამოუვათ ის, რისი სურვილებიც ამ exit polls-ში გამოხატეს. ეს არის განზრახულობათა და სურვილთა ოქმი და არა ის რეალობა რა არის. მადლობა, ქალბატონ ნინო, წარმატება მინდა გისურვო, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. იმედია ხვალაც დავთანხმდებით სტუმრობაზე, ხვალ ალბათ უფრო ბევრი რამ იქნება გარკვეული და დიანა ტრაპაიძე წარმოგიდგენთ ხვალ თოქ-შოუს შეკითხვის დრო და იმედი გვაქვს რომ მიიღებთ მონაწილეობას. მე წარმატებას გისურვებთ. ეს იყო ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი. ზუსტად 10 საათზე საგანგებო განცხადებისთვის ემზადება გორიდან თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია, რომლის მონაცემები, რომლის პარტიის მონაცემები წინასწარი შედეგებით გულისხმობ ამ შემთხვევაში ორ სხვადასხვა exit polls, რომელიც გამოქვეყნდა ორ სხვადასხვა არხზე, ვერ ლახავენ ჯერჯერობით ბარიერს. ირაკლი ალასანია ზუსტად 10-ზე გააკეთებს საგანგებო განცხადებას და რასაკვირველია